ჩამოვიდა მუსულმანი, ადამიანი, რომელიც საერთოდ არაფერი არ იცოდა წმინდა ნინოზე. იყო კომაში ეს ადამიანი. თან უკვე არანაირი იმედი არ ჰქონდათ და ამ დროს თვითონ როგორც ყვება შემდგომ დაინახა წმინდა ნინო. უпроსწორად თუ დაინახა ქალბატონი, რომელმაც უთხრა, რომ შენ იქნები ძალიან კარგად, გამოჯანმრთელდები, ოღონდ აუცილებლად მიდი ჩემს საფლავთან. და ამან რო კითხა, რომ ვინ ახართო თქვენო, იმან უთხრა, რომ წმინდა ნინოა და რომ გამოეღვიძა. შემდეგ ოჯახის წევრები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვეგონაო, რომ რაღაცა აერიაო, გონებაო, იმიტომ რომ წმინდა ნინო გაგონილიც არ ქონდა. იხვეწებოდა ეს ადამიანი, რომ გაეგო სად იყო ეს ადგილი. და საელჩოდან საელჩოში გადადიოდნენ და ბოლოს მიადგნენ საქართველოს საელჩოს და იმათ უთხრეს, რომ ჩვენ დაგეხმარებით და ეს ადამიანი იყო ჩამოსული აქ. და რომ ჩამოვიდა, რომ შევიდა საფლავზე, ისე ქვითინებდა, რომ იხვეწებოდა, რომ აქედან არ გამიყვანოთო და ეხლა მეო უკეო რაც არ უნდა დამემართოს, ჩემზე ბედნიერი არავინ არ არისო და აი რაღაცნაირად ამაში ჩანდა წმინდა ნინო, რომ არ არჩევს არავის. აი ყველას შემწეროა. მუსულმანი სამისაც მე აი ისე იხსენებდა ეს მე ეს ადამიანი ძალიან მეორეჯერაც ჩამოვიდა. და მე ესე ამბობდა, რომ მე არ ვიციო მართლმადიდებლური ლოცვებიო, მაგრამ სურა წაუკითხო წმინდა ნინოს და ხო მოისმენს, ხო რაღაცნაირად მიიღებსო. მშობლებმა წმინდა ნინო ახსოვსდელად სარა ბეთლემელს მიაბარეს, რომელიც წარჩინებული ქალბატონი ბრძანდებოდა და მსახურებდა მაცხოვრის საფლავს. სარა ბეთლემელი ხედავდა ნინოს სულიერ სიძლიერეს და ასე მიმართა მას. ხედავ შვილო შენში დამკვიდრებულ ძულო მის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს. დედალი ორბი მამალზე უფრო მაღლა ადის ჰაერში, იქიდან მთელ ხმელეთს მცირე მარგალიტივით თვალის გუგაში მოიქცევს და შენიშნავს რა თავის საგბილოს დაეშვება და ზედ დააცხრება. ამგვარივე იქნება შენი ცხოვრება, სული წმინდის წინამძღვრობით. ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ წმინდა ნინო ვაზის ჯვარით გამოემართა საქართველოსკენ და გზაში 2 წელი ცხოვრობდა ეფესოში, სადაც დაუახლოვდა წარჩინებულ წმინდა რიფსიმეს და გაიანეს. წმინდა რიფსიმე და გაიანე თანმხლებ ქალწულებთან ერთად აწამა სომხეთის მეფე დრდადმა. ქალწულები სომეხთა მეფე დრდადმა იპოვა და სასტიკად აწამა ქრისტეს სახელისათვის. ღვთის განგებით ვარდის ბუჩქს შეფარებული ნინო ხედავდა, თუ როგორი დიდებით აჰყავდათ ანგელოზებს ზეცაში წმინდა მოწამეთა სულები. იგი მიწაზე დავარდა და უფალ შეხაღადა, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დამტოვებ ასპიდსა და იქედნეთა შორის. პასუხად ზეციერი ხმა მოესმა, რომელმაც აუწყა, რომ მასაც ასევე აღიყვანდნენ ზეცად მაშინ, როცა მის გარშემო ეკალნი სურნელოვან მეწამულ ვარდად იქცეოდა მის მიერ. ზაფხულის დამდეგს წმინდა ნინო ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. ქრისტეს რჯულზე მოაქცია მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. მოგვიანებით ერწოთიანეთსა და კახეთში იქადაგა. მისი ქადაგების შემდეგ ნათელ იყო დედოფალმა სუჯიმ. მე ისტორია წერს, სრულყორა ქადაგება ჭეშმარიტებისა ღვაწლით დამაშვალი წმინდა ნინო კახეთის დაბა ბოდისში გაჩერდა. წმინდა ნინოს გარდაცვალებაზე მატიანე წერს, მეფე დაობლებულ ერსტიროდა. კაბადოკიელი ნინო მხოლოდ მქადაგებელი აღარ იყო, იგი ერის სულიერ დედად ქცეულიყო. ნინომ იმხელა რაღაცა მოუტანა ქართველ ერს და იმხელა სულიერი ჩვენი აღორძინება გამოიწვია, რომ დღემდე ყველასთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანია და მუდმივად ესე იქნება ალბათ სანამ ჩვენი ერი იარსებებს. ჩვენ გვაქვს პატარა ტაძარი, რომელიც არის მე-9 საუკუნის. ეს ტაძარი არის წმინდა გიორგის სახელობის და ეკვდერი არის მარტო წმინდა ნინოს. და როცა არის ხსენება წმინდა ნინოს დღესასწაული, მაგ დროს ჩვენ მარტო მსახურობდით ეკვდერში ღამის თევით და პატრიარქმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ 2008 წელს მისცა ლოცვა-კურთხევა დედა თეოდორას, რომ დაეწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, რომ წმინდა ნინოს ქონოდა თავის სახელობის დიდი ლამაზი ტაძარი და
2008 წელს ჩაეყარა საფუძველი და 10 წელიწადში დასრულდა ეს ტაძარი. მაშინ რაც განსვენებელმა პატრიარქმა თქვა, რომ 16 საუკუნე ელოდა წმინდა ნინო ამ ტაძარს. გრიგოლ რობაქიძე წერს: სხვების ჯვარი ან ქვისა ან რკინის, ან უბრალო ხის, აქ კი ჯვარი ვაზის. ვაზი ხომ სახეა მიწის, ნიადაგის, სიცოცხლის, სხვაგან ჯვარი წამების და დასჯის იარაღია. ჩვენში ჯვარი ხინია თვითონ.